მოგესალმებით ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი გაიზარდა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცეს. მერის მიერ წარმოდგენილი პროექტით 2025 წლის დაამტკიცებული ბიუჯეტი განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით 109%-ით გაიზარდა და 43.400.000 ლარის ნაცვლად 90.765.000 ლარით განისაზღვრა. პროექტის თანახმად ბიუჯეტი 47.366.000 ლარით გაიზარდა, რაც პრიორიტეტებზე გადანაწილდა. ასევე ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტში. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტები, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას სახელი მიენიჭება, ხოლო სოფელ მერიაში მდებარე ნომერ 2 ქუჩა 100.000 მოწამის სახელობის გახდება. ქალაქ ოზურგეთსა და სოფლებში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქში რეაბილიტირდება ნომერ 3 საბავშვო ბაღი, რომელიც 200 ბავშვზეა გათვლილი და პროექტის მიხედვით შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. განახლების შედეგად საბავშვო ბაღში მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელი, ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო. მოწესრიგდება ასევე უსაფრთხოების, გათბობის, ელექტრობის და საკანალიზაციო სისტემები. ასევე მიმდინარეობს კონჭკათის 50 და ნატანების 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას. სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სველი წერტილები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. მუნიციპალური განვითარების ფონდს გურიის რეგიონში 17 მიმდინარე პროექტი აქვს, რომლის ჯამური ღირებულებაც 48 მილიონ ლარს აჭარბებს. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ კონჭკათში, სადაც მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა. სამწუხაროდ რამდენიმე ობიექტზე მოგვიწია ხელშეკრულების გაწყვეტა და ფონდი აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს თავიდან გამოცხადება, დოკუმენტების მომზადება და ტენდერის თავიდან გამოცხადება. შესაბამისად, უმოკლეს ვადაში უკვე გვეცოდინება აღნიშნული ბაღების დასრულების ვადებიც. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. ის თაღლითობის ბრალდებითაა დაკავებული. საუბარია ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლაშა ცანავამ თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფისთვის მოითხოვა $5,600 და თანხის ნაწილი $2,650 უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოართვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლც უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც $5,600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლც მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისსა და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით $2,500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მიერ მოთხოვნილი $5,600 ამერიკული დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის $2,650 აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. თინა ბოკუჩავა ლაშა ცანავას დაკავებას ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დევნად აფასებს. მისი თქმით, შეტევა და თავდასხმები გრძელდება. პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საჯარო პოსტს, სადაც ის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ლევან ხაბეიშვილის დაკავების გეგმაზე წერდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს მის ხელთ არსებულ დადასტურებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ ივანიშვილის სუსი აპირებს პროვოკაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ცხადია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა იყო, არის და იქნება სუსის მუდმივი სამიზნე. თავისთავად ეს ფაქტი მოულოდნელი არ არის და როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო გაცილებით უფრო მასშტაბური ტიპის პროვოკაციები. როგორია ოპოზიციის გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლებულ არჩევნებთან დაკავშირებით? არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს ამ პროცესში შესვლა წყალს ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს და 4 ოქტომბრისთვის სულ სხვა გეგმა აქვთ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, 4 ოქტომბერი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის დღედ უნდა იქცეს. თუმცა არა არჩევნების, არამედ ეროვნული მოძრაობის გზით. არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლობად მიაჩნიათ ლელოსა და პარტიაში საქართველოსთვის. აღნიშნული პარტიების ოზურგეთის წარმომადგენლობებში ამბობენ, რომ აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ადგილობრივ თვითმმართველობებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ. გეგმა აქვთ შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებითაც. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არ აპირებს მიიღოს ივანიშვილის რუსულ ცირკში მონაწილეობა. ამის საპირწონედ ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ბრძოლას. ეს არის ბრძოლა მათ შორის ეროვნული მოძრაობის შექმნით. იცით თქვენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, რომ 4 ოქტომბერს ყველანი, ვინც არ ეთანხმება ამ არჩევნების ჩატარებას, ყველა ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, შევიკრიბოთ და შედგეს ეროვნული მოძრაობა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. გახარიაზე სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია მე პირადად და არც ჩემს პარტიას მათ შორის წარმოადგენენ, რომ ისინი ივანიშვილის ოპოზიცია იყვნენ. რაც შეეხება ლელოს, სიმართლე გითხრათ, გული მწყდება მასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი არის ამ პარტიაში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო პოლიტპატიმრებია ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად ამისა, ეს არის ივანიშვილის ბჭყალებში გაправება მათ შორის იმ ყველაფრის, რის ჩადენასაც ეხა ეს ადამიანები აპირებენ ქოცებს გულისხმობ და ყველაზე დიდი ცუდი რაც არის ამ ყველაფერში, ეს არის საერთაშორისო მხრივ როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საერთაშორისო პარტნიორებში როცა ვთხოვთ, რომ დაასანქცირონ ქოცები და ეხა ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შევდივართ ამ არჩევნებში, აჩვენებენ უფრო სწორად, შედიან ამ არჩევნებში, ნუ რას ვეუბნებით, ანუ თქვენ დაასანქცირეთ, ჩვენ ლეგიტიმაცია უნდა მივცეთ და ასევე ის შრომა, რაც ქართულმა ხალხმა გასწია, რომ ამ რეჟიმის მხილება მომხდარიყო საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დატყვევებული ახალგაზრდები, რა ვიცი, ჩემი აზრით ეს პარტიები აპირებენ, რომ მათი შრომა წყალში ჩაყაროთ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივცეთ ამის უფლება და აუცილებლად 4 ოქტომბერს ეროვნული მოძრაობის საშუალებით უკან არ დახევის საშუალებით ფიქრობთ, რომ რუსულ რეჟიმს გაუშვებთ პოლიტიკურ სანაგვაზე. ყოველნაირ ზღვარს გადავიდა უკვე დღევანდელი მთავრობა, პოლიტპატიმრები გადაშორდა უკვე 50-ს, დაშინებები ხალხის, ძალადობები, ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში იმისათვის, რომ გამოვლიტოთ მანდატები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვიდეს წარმომადგენლები ოპოზიციური, რომ გაკეთდეს საქმე და ჩვენი ქვეყანა, რომელიც ადამიანებმა შეწირენ თავი, რომ ევროკავშირში შევსულიყავით, დღეს მივდივართ, რომ კარგავთ ყველაფერს ფაქტიურად. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გაყალბება არ მოხდეს ამ არჩევნებში. ჩვენ შევისწავლეთ ტექნოლოგიები, უკვე თავდაცვის მიზნით შეგვიძლია რაც წინა ხარვეზები იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვასწოროთ ის ხარვეზები. გახარია საქართველოსთვის პარტია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ანუ თავიდანვე განაცხადეს, რომ მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამის მოტივი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაგვეტოვებია მხოლოდ ოცნებასთან ერთად არჩევნებში. მუნიციპალური არჩევნები კიდე სხვა თემაა, ანუ კონსტიტუციური უფლება ხალხის,
და ეს უნდა გამოვიყენოთ ეს უფლება. ხალხმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება. ეს არ არის ოცნების არჩევნები, ესაა ჩვენი ხალხის არჩევნები, რომ გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, ჩვენ ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ხალხთან, არ შეგვიწყვეტია ამაზე. ხალხის განწყობაც ზოგადად არის უფრო ხელისუფლებისადმი ოპოზიციური. ანუ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე ხალხს კონდეს მათი ხმა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ყავდეთ წარმომადგენელი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ქვეყნიდან გაძევებული იქნა აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინებისა და ჩინეთის ჯამში 36 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.